რა იყო? რა იყო? გადაწერა ის. კარგი ხმა ვიწერა. ბიჭო, ნახე გუშინ როგორ მოიგო გერმანია? აბა. ნახე გუშინ როგორ მოიგო კოსტა-რიკა? კი. ნახე გუშინ გერმანია კოსტა-რიკა ფრე როგორ დამთავრდა? ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ეს სკეჩი ჩავწერეთ ერთი კვირით ადრე, ასე რომ სამივე სავარაუდო შედეგი გავითვალისწინეთ. ხო და რა გედო შენ მაგაზე? გერმანია კოსტა-რიკაზე რა გედო? ერთიანი მედო მაგაზე. და იმაზე პოლონეთი ეკვადორზე? X2. X2. კახა ბენდუქიძეზე? 2XL. 2XL. ოიგებდი აბა. ხვალ რა ზედებ? ბიჭო, არ ვიცი და იქნებ შენ მითხარა, შენ რას ფიქრობ? ვიცი, მეც ვფიქრობ, ხა მექსიკაზე დადე ვაფშე და უეჭველი არის. მექსიკა. პორტუგალია დადე. ეგეც უეჭველი არის. და ეს მთავრობა რო გვატყუებს ზე დადე, ეგეც უეჭველი არის. ექსამენ გონია ფაიზა. ბიჭო, არა. ეგ ხომ არა, პორტუგალია მეეჭვება, ბიჭო, რა პორტუგალია შენ ხوار გადაერია. რატომ? რა და მაგათ ის რო ყავთ, რა ქვია, ფიგუ ლუიში. ხო. ეგ ყოფილა გუშინ ბიჭო იმაშინ ბავშვის ნათლაში სადღაც. დამთრალა, იქ ჯერ დაულევია ღვინო, მე ლუდი, არა, თამადა იყო, ბახ მაგას მე ლიქიფეობას ვინ აკადრებდა. დაულევია, გამსკდარა, იმდენი და დღეს რაც თამაშეს მაგ გაჩერდი რაღაცა. თან საერთოდ მე ფეხბურთელებს არ ვენდობი. ფეხბურთელებს ჯერ ვინაა ფეხბურთელი რო ენდობი? ფეხბურთელი ერთადერთი თუ არის რონალდინიო. რონალდინიო არის ფეხბურთელი ეგ არის გელია რა. გელი რა, ლომია. არსლომი არა. რონალდინიო არის მეფე რა. მეფე ამეთ რონალდინიო ჯერ როგორ იქრიჭება. მაგარია რა. ძალიან მაგარია. აი ერთადერთი ფეხბურთელია მთელს მსოფლიოში, მეტი არ არის, არავინ არ არის. ერთადერთი რატო არის? გას ხო არიან ახლა სხვა ფეხბურთელების? ვინ სხვა? ჩაიკოვსკი? შენ ისიც არიცი რომ ჩაიკოვსკი ფეხბურთელი კი არა, კომპოზიტორი იყო. დიახ, თან როგორი კომპოზიტორი. უბრალოდ გელი იყო. გელი რა, ლომი იყო. ლომი კი და მეფე იყო და საერთოდ ჩაიკოვსკის ნაირი კი არა, არავინ არ ყოფილა. საერთოდ კომპოზიტორი იყო მარტო ჩაიკოვსკი, სხვა არა. რატო სხვა კომპოზიტორებიც ხო იყვნენ კაცო? ვინ სხვა? რონალდინიო? შენ ისიც არიცი რომ რონალდინიო ფეხბურთელი იყო. მე თამარი ფეხბურთელი. მეფე ლომი. გამანებეთ ეს. ვა. ახე, ხალი ტოტალიზატორი. ისა გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ თამაშობთ? კი, თამაშობ. მართლა? ვა, და რა ზედებთ? რაზე და სერბეთ-ჰოლანდიას მეტი გოლი უნდა გავატანინო, იმიტომ რომ სერბეთიც გამტანია და თან ჰოლანდიის მწვრთნელი ვან ბასტენი იყო თავდამსხმელი და თავისთავად შემტევ ფეხბურთს ათამაშეს რა თავის გუნდს. ხო, კიდე მექსიკას უნდა მოვაგებინო ირანთან. მართალია, კვატემოკ ბლანკო არ დაიყვანეს, მაგრამ რაღაც ანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ ძალიან. კიდე პორტუგალიას ხო, პორტუგალიას უნდა მოვაგებინო ანგოლასთან. მართალია ხა ცოტა ბოლო პერიოდში ბოლო ამაზე ჩემპიონატებზე ხო, თითო აფრიკული გუნდი რაღაც სიურპრიზებს პირდება, მაგრამ არ მგონია რომ წელს ეს გუნდი იყოს ანგოლა იყოს. დაჟე პორტუგალიის მოგება ჰანდიკაპით მგონია. ხო, ესე იგი პორტუგალიას უნდა მოვაგებინო, მექსიკას უნდა მოვაგებინო. ჰოლანდიას უნდა მოვაგებინო და სცენარისტებს უნდა გაუნგრიო თავყობა ესეთი ტექსტი რომ დამაზებინებოდეს. იმას კი აწყობილი. ბიჭო, მე მაქვს ძალიან მაგარი ბილეთი რა ერთი რა. რა ბილეთი? მაგარი ბილეთი მაქვს გაკეთებული და თუ დაждდა იმენა ავშენდები რა. მითხარი აბა რა არის? ბიჭო, რას ვაპირებ? იცი აი ხვალე მინდა ჰოლანდიაზე. ჰოლანდიის თამაში, ჰოლანდია სერბეთზე. გონია რომ ჰოლანდიის მეკარე გაიტანს კუთხურიდან გოლს. ჯიგარია. აი გონია. მე მგონია რომ ორივე ბაკავოი მსაჯი ირბენს ერთ ფლანგზე. ეგ მგონია. იტალიის თამაშზე მგონია რომ წელზევით შიშვლები გამოვლენ. იტალიელები და მსაჯი იქნება სათვალიანი. აი ეგეთ ესეთი ბილეთი. კარგი ბილეთია რა გინდა? აი მან ჩემი ბედი ხო იცი რაღაცა ერთი ცალი გამისხავს მარტო ხო ვიცი და ეხლა რა ჩემი მე და ესე უნდა წავაგო რა. ბიჭო, მაგ ერთის გასმაზე გამახსენდა. ამაცინად აეროსმიტმა გამისხა ბიჭო. თამბიჭო, ვერ გავიგე რა, მაგ გუნდის ვერ გავიგე მაგენეს ვერაფერი. სახლში რა კარგად მღერიან და გასვლაზე რა ემართებათ არ ვიცი. რა უნდა თქვენ გავიგე? არ უნდა ეს. არ უნდა.
გაუმარჯოს ბრატ. უეჭველია, იმენა უეჭველია. იმენა უეჭველია. რაზე დებ? ირანი. ირანი? რატო გონია? იმენა ირანს ენდობიტო? რაც ლაპარაკობთო, რაც ლაპარაკობ, იმენას 1-3 წელი იმენ ირანს ვათრევ რა დავდებ რა. ვა, სუ ირანზე დებდო? ნახე, ხოიცეს რომელია? ირანს ვენდობი მაგრად იმენა რა, იმენა ირანი არის. არიცი? სააკაძე არის ესა. ხო, აი ჩვენი ის რო არის მეზობელი, სააკაძეა. შენა. კიდე სხვა რას იმაში? მისმინე. ხო. ერთი გადავრთავ რა რაღაც. მაინტერესებს რა სერიალის ფონტი მაინტერესებს და ერთი გადავრთავ რა. რა სერიალზე გადავხდა კაცო? სერიალი გუშინ რაღაცა ჩამიქრე. სერიალზე კი არა ისე. ისე რა მოხდა ბოლო სერიაში? გუშინ უყურე, კაროჩი, როგორი რაღაცა იყო, იცი, გეტყვი ახლა. კაროჩი, ზიდანი მივიდა. ზიდანი ეს მაგარი. ზიდანი მივიდა ესტებანთან იმენა და იმენა რა. იმენა მივიდა და ეუბნება რომ მე შენი შვილი ვარო რა. ზიდანი ეუბნება ესტებანს, ესტებანს ხოაზე ხარ დაერხა რა. იასნე. ესტებანს ეუბნება და ვინ გითხრაო? ანრიმ ხო არ გითხრაო? ტიერი ანრიმ ხო და დაურეკა ტიერიანის. ტიერიანის გათიშული ქონდა და დაურეკა მერე იმას, რა ქვია ამას? ამას რა ქვია? ფორლანი. ფორლანს დაურეკა შენ უთხარიო ბიჭო, არა მე რა ვიცი რონალდომ უთხრაო. ეხლა გავგიჟდებიო და რონალდოს გადაურეკა და დედას პიცა ვარო, რონალდინიოს თავს პიცა ვარ მე თუ მეთქვას ვაფშე და აი ამ დროს გაწყვიტეს რა, იმენა ეგეთი პონდი. აი ამ დროს იმენა გაწყვიტეს და ძალიან სერიოზულად გადავრთა, მაინტერესებს რა ეხლა. რა ოე თო. არ გადავრთოთ. რა ოე, ჩემი ტელევიზორი რა. შენი ტელევიზორია ვერ გავა. აბა შენია ძმა, ვისაც უნდა ამაზე გადართავს და უყურებს რა. რა გაი? მაგარია ხო? მე განა თვითონ როგორ მღერიან სტადიონზე, ესე იგი ეგეთი პონტია, ხო სტადიონზე ეგრე ამღერები. შენა მისმინე, კიდე რაზე დებ? აბა ირანის გარდა რა მინდა, იცი? გუშინ მაგარი უცნაური სიზმარი ვნახე რა, როგორი პონტი იყო, იცი? აი ესე თეთრებში ჩაცმული რა, ზანგი ხალი რა. აი ესე იდგა რა მინდორზე და მორბოდა ტირილს, აი ესე ღვარცოფით მოძდიოდა ცრემლები იმენ რა. ზანგი ხალი თეთრებში. რას უნდა ნიშნავდეს? ეთყობა კოდდივარი წააგებს ზანგი ხალი თუ ტიროდა? ეთყობა ხო? შენა და ისა ჰოლანდია კოდდივარზე რას ფიქრობ? ყვითლები მეტობა იქნება თუ ნაკლებობა? მე მგონი უფრო ზანგების მეტობა იქნება მაგ. ბიჭო, ისე კოდდივარზე გამახსენდა სხვათა შორის. ბიჭო, ისიც არგენტინა კოდდივარი ეწება. არგენტინა კოდდივარი ეწება.